დღეს მე მინდა ვილაპარაკო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის სიწმინდე. ანუ ჩვენ აი ღმერთისგან მქონდა ესეთი სიტყვა. მეორე კორინთელთა მე-6 თავის მე-14 მუხლი მინდა წავიკითხო და ქვემოთ მუხლები. ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან. რამე თუ რა საერთო აქვს სიმართლეს უსჯულოებასთან. რა აქვს საერთო სინათლეს წვდიათთან და რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღმერთის ტაძარს კერპებთან? რამე თუ თქვენ ხართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა, დავმკვიდრდები და ვივლი მათში და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. და მე-17 მუხლი. ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით ამბობს უფალი. უწმინდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთო თქვენ და ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასული. ამბობს უფალი ყოვლის მპყრობელი. იცით, ღმერთთან თამაში არ შეიძლება. წინა კვირას აქ ნათლობის მსახურება ჩატარდა და სანამ მოინათლებოდნენ ჩვენ თინეიჯერები, ჩვენ ქონა ნათლობების შესახებ სიტყვა და აინტერესებდა თუ როგორი პროცესები მიდის არა მარტო მონათვლამდე, არამედ მონათლის შემდეგაც და ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ამის შესახებ. იცით, როცა ადამიანი ინათლება და ღმერთის ეკლესიას უერთდება, უნდა იცოდეს ერთი რაღაცა, რომ ის უნდა გახდეს წმინდა. ეხლა ვიღაცა იტყვის, რომ წმინდა ანგელ, მე სიწმინდეზე არ ვლაპარაკობ, რომ ანგელოზის ფრთები უნდა გამომესხას და სიტყვა წმინდა ნიშნავს, როცა ამბობდნენ წმინდა ტაძარი, ანუ ეს გამოყოფილი ტაძარია მსახურებისთვის. ანუ სიტყვა წმინდა ნიშნავს გამოყოფილს. და მე თუ უფლისთვის არ ვიქნები გამოყოფილი და გამოსადეგარი, იცოდეთ, რომ სატანას შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენოს. თამაშით. იცი, ბევრი ერთხელ ღმერთისგან მქონდა სიტყვა, შენ თამაშობ ხა. და მოეშვი თამაში. ქრისტიანობანას როლების თამაში და ანებეთავი. ან იყავი ცხელი ქრისტიანი, ან საერთოდ გაანებეთავი. იმიტომ რომ სიწმინდესთან არ შეიძლება უწმინდურება. ღმერთი ამბობს გამოდი და გამოეყავი. და ყაფიოდ გავიგონე ჩემს ცხოვრებაში ხმა და მე პირველ რიგში ჩემ თავს უქადაგებ ამას და პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები, რომ ყოველთვის სადარაჯოზე უნდა ვიყო ჩემი სულიერი სახლის სადარაჯოზე, რომ არასდროს არ ვიყო აღრეული ქრისტიანი. ცოდვაც იყოს ჩემში, თან ღმერთს ვეზიარებოდე. იცით, აი პირველი კორინთელთა მე-10 თავი მინდა წავიკითხო. არ არის კარგი, როცა ადამიანი ორ სუფრასთან არის მოზიარე. პირველი კორინთელთა მე-10 თავის მე-20 მუხლიდან წავიკითხა. არამედ რასაც ისინი სწირავენო, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთო. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. ნუ თუ ბედავთ უფლის გაბრაზებას, განამასე ძლიერები ვართო? და მე 23 მუხლი ამბობს, ყოველივე ნება დართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნება დართულია, მაგრამ ყველაფერი არ აშენებს. სიგარეტი შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, დალევად შეიძლება, კაი გართობა შეიძლება. არავის, ანუ ღმერთი არ არის, ბიბლია არ არის აკრძალვების წიგნი, რომ ეხლა ჩვენ რაღაცებს ვკრძალავთ აქ ეკლესიაში და თუნდაც სასმლის გამო რატო ვიკავებ თავს? მინდა რომ სული წმინდით ვიყო სავსე. და არ მინდა ვიყო 1000 უაზრო აზრებით გამოტენილი. ამიტომ ბიბლია ჩვენ ათლად გვეუბნება, ყველაფერი ნება დართულია. შეგიძლია გააკეთო. წახვიდე რაც გინდა, შენი ნებითი ცხოვრო და ამ გუშინ ვფიქრობდი ბევრს ძალიან ღამე, რა არის ცოდვა? ბრუშობა? კვლელობა? რა ვიცი, 1000 რა. პირველი ცოდვა, რომელიც ედემის ბაღში დაიბადა, ეს არის ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობა. კვლელობა არ მომხდარა ედემის ბაღში. არც ბრუშობა არ ყოფილა. ჩვენ სიტყვა ის გვაქვს ხოლმე, აი დიდ ცოდვებად დავყოფთ ხოლმე და პატარა ცოდვებად რაღაცებს. მაგრამ სინამდვილეში ღმერთისთვის ცოდვაა. და ცოდვა მთავარი არის ის, რომ ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობამ გამოიწვია დაცემა, ღმერთი გაასამართლეს და შემდეგ პირველივე ედემის ბაღიდან როცა გაიყვანა ღმერთმა, პირველივე მკვლელობა ძმებს შორის ჩვენ ვიცით რომ კაინმა მოკლა აბელი. რის გამო? იმიტომ რომ ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობა მოხდა და არ დაემორჩილენ იმ სიტყვას, რაც უფალმა დაუტოვა. ამიტომ ქრისტიანებს დღეს ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისგებლობა ღმერთისაგან. და გუშინ ამ მოხსოვ ფიქრობდი მეორე კორინთელთა 6:7 ამბობს, რომ
მე მაქვს სიმართლის იარაღი მარჯვენაში და მარცხენაში. ანუ მარჯვენაში ეს არის ჩემი სიმართლის იარაღი, რომ უფალმა გამამართლა, მომცა ყველაფერი, ანუ არაფერი გამიკეთებია და მან თავისი მადლით მომცა ყველაფერი, მაგრამ სიმართლის იარაღი მარცხენაში ნიშნავს, რომ ეს გამართლება უნდა გავამართლო მე. ანუ გამამართლა ქრისტემ, იცი, ბევრი გამამართლა ქრისტემ, მოდი კიდევ ვცოდოთ. მადლით მოგვეცა გადარჩი და კიდევ შევცოდოთ. არამც და არამც მოციქული პავლე ამბობს, ამით კი არ უნდა იმას აქვთ, როგორ დავაკომპენსიროთ, რომ ჩვენ შევცოდავთ და უფალი გვაპატიებს. პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ. მეორე პეტრეს პირველ თავის მეხუთე მუხლი ამბობს, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენს წმენაში. ყოველთვის ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ იცით, ცოდვას არაფერი უნდა გამოვლინებისთვის, იმიტომ რომ ცოდვილი ბუნებით სავსევად. ის ნაშთები მაინც მოქმედებს ჩვენში, მაგრამ კეთილის გაკეთებას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება და პირველი კორინთელთა მე-7 თავში მოციქული პავლე ამბობს, რომ კეთილის კეთება მსურს, მაგრამ აქვე ბოროტი მიწევს, ანუ ბოროტი მეტმასწნება და არ მაძლევს საშუალებას, რომ იმ სიკეთისკენ წავიდე, იმიტომ რომ ბუნებით მე ჯულის ქვეშ ვარ, ანუ ცოდვის ქვეშ ვარ. ამიტომ ყოველთვის ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ ქრისტიანებმა, რომ გამოვეყოთ ქვეყნიერებას. ყველაზე ამაზრზენი მდგომარეობა თუ რაიმე არსებობს ქრისტიანის ცხოვრებაში და მე მიგრძვნია ეს და ამიტომ ვლაპარაკობ, რომ მისვია უფლის სასმისიდანაც და ეშმაკის სასმისიდანაც და აი ეს გრძნობა იმდენად აი სულში გულის რევას იწვევს, იმიტომ რომ შეხვდები ეხლა რომ როლს თამაშობ, გახარ თუნდაც ქადაგებ, რა ვიცი 1000 გვარ მსახურებაში ხარ, მაგრამ შენ და ღმერთმა იცით, რომ ეს რაღაცა გულს გირევს, იმიტომ რომ არა ხარ იმ მდგომარეობაში, რაშიც უნდა იყო. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, გამოდით და გამოეყავით. იაკობის მეოთხე თავის მეოთხე მუხლი ამბობს და ძალიან მკაფიოდ მესმოდა ეს ხმა, როცა მოდიოდი გზაში. იცით, ღმერთი არ თამაშობს. ღმერთი ან ყველაფერი იქნება, ან არაფერი. მას არ ჭირდება სანახევრო ცოდვასთან და ეშმაკთან გაზიარებული. მას მთლიანად ჭირდებით ჩვენ. იმიტომ რომ მან სრული საფასური გადაიხადა ჩვენთვის. და ძვირფასი სისხლი იყო. ხშირად ადამიანს უფასოდ მოგვეცა. დიახ, უფასოდ მოგვეცა ქრისტეს სისხლი, მაგრამ უფასური ნამდვილად არ ყოფილა. ის ძალიან ძვირფასია და თითოეული წვეთი ჩვენი გადარჩენისთვის ძალიან ძვირფასია გაღებული მისგან. იაკობის მეოთხე თავის მეოთხე მუხლი ამბობს. მრუშნო განა არ იცით, რომ ქვეყნიერების მეგობრობა ღმერთის მიმართ მტრობაა? მაშასე, ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღმერთის მტერი ხდება. თუ ჩვენ გადავწყვიტავთ ისევ ქვეყნიერებაზე დაბრუნებას, ისევ ქვეყნიური გულისთქმებით ცხოვრებას, იცოდეთ, რომ ამით ღმერთის მტრობაში მოვდივართ და კარგს არაფერს არ უნდა ელოდოს პიროვნება, თუ ჩხარავი არ მოინანიებს და მალე არ გაასწორებს თავის გზებს უფალთან. ამიტომ აი ხშირად ახალგაზრდებს უფრო ესაუბრებით ხოლმე ამ სიტყვებს. იცი, როცა მოდიან ეკლესიაში, ერთ რაღაცას ხვდები, უნდათ ღმერთი, მაგრამ ქვეყნიერებაცაც ვერ ტოვები. გართობა უნდათ, რაღაცა უნდათ, ისიც უნდათ, ესეც უნდათ, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, თუ მთელი სერიოზულობით არ მოეკიდები ღმერთის სიტყვას, თუ მთელი სერიოზულობით არ ჩაწვდები მის სიტყვას, იცოდეთ, რომ ეშმაკი ძალიან დიდ ზიანს მოიტანს. და მოციქული პავლე ამბობს, რომ არ მინდაო, რომ როცა მოვალ, ვინმე ვიტირო თქვენგანიო. იმიტომ რომ როცა ეთამაშები რაღაცას და ეთამაშები სიწმინდეს და ეთამაშები ცოდვას, პირველი პეტრეს 5-ის რო ამბობს, რომ ის არის როგორც ბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს. იცი, ბევრი გვინახავს ალბათ ჩვენს გარშემო ჩაყლაპულები და მე გული მტკივა, ისეთი მსახურები ჩაუყლაპია ეშმაკს. ჩემთვის სანიმუშოები რო იყვნენ და დღესაც ერთ ვესაუბრებოდი, მე გული მტკივა, რომ ის პიროვნება დღეს ჩემი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო და არ არის ჩვენს გვერდით. რატო? იმიტომ რომ სადღაცას ჩვენ ხშირად ვერ ვისმენთ ღმერთის სიტყვას, ხშირად გვეპარება რაღაცა, ხშირად და აი რატო ვამბობ, იცი, ადამიანები არიან, ვიცი, მორწმუნეები, ტოტალიზატორს თამაშობენ. რა მოხდა ეხლა ლარიანი დავდე. მე მსმენია ასეთი რაღაცები და იცი რა, ლარიანის დადება კი არაფერია. აი წეგან წერილი წავიკითხეთ ჩვენ და პირველი კორინთელთა 6:12 ამბობს, რომ ყოველივე ნება დართულია ჩემთვის. არაფერი არ არის შეზღუდული ჩემთვის. მაგრამ ეს გზა ვინ მიყვას დაძრამდე? ეს გზა არის უფალთან მისასვლელი? რა ტოტალიზატორი? თუ რაიმე მაქვს, 2 კაპიკი, მოდი უფალს შევწირო, უფალი გაამრავლებს. იცი, ამასთანავე უსმენდი ერთი მამაოს გამოსვლა იყო და ძალიან მომეწონა. მე მათემატიკურ კურსზე ვსწავლობდიო, მაგრამ ანუ ღმერთის გამხოლოდ გაყოფა ვისწავლეო, რომ
როცა გაყოფო, ღმერთი გიმრავლებსო. ანუ როცა გასწევ, ღმერთის გიმრავლებ. იცით, თუ რაღაცა გაქვს ხელში, კი არ უნდა გაანიაო ქვეყნიერებაზე და კი არ უნდა ეშმაკში აჭამო ყველაფერი. პირიქით, ეცადე უფლის სახში მოდი. საჭიროება დაინახე. იმდენი საჭიროება აქვს ეკლესიას. დღეს შეგვიძლია რომ თესველები ვიყოთ, გამცემები ვიყოთ და არ წავიღოთ ეშმაკის ბუდეში და ბუნაგში. ბევრი ერთობა. აი მე ვიცი და გულსატკენი მომენტია, როცა ადამიანი ათასებს შოულობს გართობისთვის და 5 ლარი ჩაწერეთ, აი აქ შესაძლოებში 5 ლარს მივიღებთ მონაწილეობას. იმიტომ კი არა რომ მოსაცემას ვეძებდეთ მოციქული პავლემოს. იმიტომ კი არა რომ ეკლესია ვინმესგან ამეს ეძებს. პირიქით, ეკლესია შეუძლია ძალიან ბევრი მოგცეთ და მოგცეს. იმიტომ რომ ფილიპელთა 4:17 ამბობს, არა მოსაცემას ვეძებ, არამედ ვეძებ ნაყოფს, რომელიც თქვენს სასარგებლოდ მრავლდება. იცით, უნდა ვეცადოთ, რომ განვიწმინდოთ ყოველგვარი აი ამ ქვეყნიური, როგორ ვთქვა, ზოგ შეხედულებები მოყვება ქვეყნიური ეკლესიაში, როცა მოდის ზოგს რა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი, როცა სიტყვას ემორჩილები და ღმერთთან ზიარებაში ხარ ყოველ დღე, შენ ეს რაღაცები ნელ-ნელა გვცვივდება. მე ერთიანად არ ჩამოყალიბებული ვარ, ეგრევე არც დღეს ვარ სუპერსულიერი, მაგრამ ვცდილობ უფალთან ზიარებაში, რომ ღმერთო, რაც შენ არ გესიამოვნება, ის წავიდეს ჩემი ცხოვრებიდან და როგორც შენ შეხვედი ტაძარში და შოლტი გააკეთე და გამოდევნე ყველაფერი ის, რაც არ მოგწონდა და აი მოდი შენს ტაძარში და მოინახულე და თუ რაიმე არ მოგწონს, უფალო გამოდევნე ჩემგან. იმიტომ რომ ტაძარი უფლის სამსახურში უნდა იდგეს და არა ქვეყნიერების გასართობად და რა ვიცი, 1000 გვარი უაზრობის საკეთებლად. ჩვენ სხეულები მოგვეცა იმისთვის და ქრისტემ გამოგვისყიდა იმისთვის, რომ მას ვემსახურებოდეთ. იმიტომ რომ მისი კუთვნილება ვართ. მან გამოგვისყიდა თავისი ძვირფასი სისხლით. ამიტომ ჩემი მოწოდებაა დღეს რომ ვემსახუროთ უფალს და გამოვეყოთ ქვეყნიერებას მთლიანად. არა ნაწილობრივ, არა რაღაცა თითქოს ღმერთთანაც ვარ, მაგრამ მაინც რაღაცა, არა ეს პროცესები შეიძლება მიდის ქრისტიანის ცხოვრებაში, მაგრამ როდესღაც დასასრულს უნდა მიუახლოვდეს ეს წერტილი და როდესღაც უნდა დაესვას წერტილი, რომ ღმერთო, ან შენი ვარ, ან ეშმაკის ვარ. მათე სახარების მეექვსე თავის 24 მუხლი ამბობს, არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმ ერთ შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. არ შეიძლება ფულის მსახურიც იყო და ღმერთის მსახურიც. ამიტომ ყაფიოთ, აი რაღაცნაირად ღმერთისგან მქონდა სიტყვა, როცა მოვდიოდი გზაში. გააკეთე მკაფიო არჩევანი, ვისი კუთვნილება ხარ დღეს. იცით, ხშირად ჩვენ ვეთამაშებით რაღაცეებს, გადავდივართ სულიერ ღობეებს, შევდივართ ცოდვასთან ზიარებაში და შემდეგ როცა მოდის დარტყმები და განსაცდელები, შემდეგ უფალს ვთხოვთ შველას და უფალი მოწყალია, პატიობს, მაგრამ ერთხელ პასტორშმაგის ვესაუბრებოდი ებრაელთა მეექვსე თავის შესახებ და ძალიან მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა, მინდა წავიკითხო ებრაელთა მეექვსე თავის პირველი მუხლიდან. ამიტომ დავტოვოთო ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფილებისაკენ და კვლავ ჩავუყრითო საძირკვეს მკვდარი საქმეებისაგან მოქცევას და ღმერთის რწმენასო. ნათლობათა, ხელების დადების, მკვდართა, აღდგომისა და მარადიული სასამართლოს მოძღვრებას და ამას გავაკეთებთ თუ ღმერთი ნებას მოგცემს. ვინაიდან შეუძლებელია, რომლებიც ერთხელ განათლდნენ, იგემეს ციური ნიჭი და ზიარნი ექნეს სულიწმინდას და იგემეს ღმერთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალები და დაეცნენ, რომ მათი კვლავ განახლება მოსანანიებლად შეუძლებელია, როცა ისინი თავის მხრივ ისევ ჯვარს აცმევენ ღმერთისას და ისევ აგინებენო. ვინაიდან მიწა, რომელიც სვამს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანის, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება, ღებულობს კურთხევას ღმერთისგან, ხოლო რომელიც იძლევა ეკას და ბილკავას, უარგისია და ახლოა წყევლასთან მისი ბოლო დაწვაო. მე გავამახვილებ ყურადღებას, აი ვინც ეზიარა ციურ ნიჭებს და იგემა ღმერთის აი მომავალი საუკუნის ძალები და კვლავ მერე დაეცა ადამიანი. და ამაზე რამდენჯერ დავცემულა რა, ვერც მოვთვლი, იმდენჯერ მქონდა დაცემები ცხოვრებაში და პასტორშმაგის მეუბნები, როდის არის ეს დაცემა? ის წითელი ხაზი, სადაც ვეღარ მობრუნდები.
იუდა დაეცა, მაგრამ უსანანებელი ვერ იპოვა, ანუ ვერ მობრუნდა. ამიტომ ვის რა გაუხდება და ვის რა პატარა ცოდვა გაუხდება შეიძლება და ამაზე ვფიქრობდი ძალიან ბევრს, დავითსა და საულზე ვფიქრობდი. საულმა განა რა შესწოდა ისეთი ღმერთს, რაც დავითმა არ შესწოდა ორმაგი თუ სამმაგი კიდე ზემოდან. მაგრამ ღმერთის სიტყვის დაუმორჩილებლობა გამოიწვია ის, რომ ღმერთი გაშორდა საულს და ჩვენ ვიცით მერე შედეგები როგორ დაასრულა ყამალეკის ხელით მოკვდა თვითონ. ამიტომ პირველი მე-15 თავის 22-23 მუხლები ამბობს, რომ განა ისევე ეამება უფასურად დასაწველი და აღსავლენი, ვიდრე მოსმენა უფლის სიტყვისა. და ერთი ცოდვაო ჯადოქრობა და დაუმორჩილებლობა. იცით, თუ ღმერთის სიტყვას არ ვემორჩილებით, აუცილებლად ჯადოქრობის ტორფასამდე მივვალთ და ჩვენს თავზე ვიწუნებთ იმ ყველა უკუღმართ რაღაცას, რასაც ეშმაკი გვიმზადებს. ჩვენ ეშმაკი ჩასაფრებულია, მას არ ძინავს, ჩვენ გვძინავს, მას არ ძინავს, მაგრამ არც ისრაელის ღმერთს არ ძინავს და ჩვენ ღმერთს არ ძინავს და ის გვიცავს, მადლობა მას, რომ მისი მადლი თუ არც რაც ვართ დღეს, რომ არა ის ჩვენ აუცილებლად ეშმაკის კლანჭებში ვიქნებოდით ჩავარდნილები. მაგრამ პირველი პეტრეს 1:13 ამბობს, რომ იფხიზლეთო და შემოისატყელით თქვენი გონების წელით. ანუ ბიბლია, რა თქმა უნდა, ღმერთი გვიცავს, მაგრამ ღმერთი გვეუბნება იფხიზლეთ, რათა არ ჩავარდეთ განსაცდელში. ერთ საათსაც ვერ შეძელითო, ხო მოწაფეებს რო ეუბნებოდა გეცემანის ბაღში, ერთ საათს ვერ შეძელით ჩემთან ერთად გეფხიზლად. იცი, ხშირად არ ვფხიზლობთ, ხშირად მიშვებული გვაქვს რაღაცები და ეშმაკი როცა თავის გასაკეთებას გააკეთებს, მე ღმერთს ვეკითხებით, რატომ მოხდა ღმერთო ეს? ამიტომ ღმერთი ყოველთვის გვეუბნება, იყავით სიფხიზლეში და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ჩემი ცხოვრება გადავამოწმო, რომ სად გამეპარა ღმერთო, სად ვერ გიერთგულე, სად რა შევცდი ასეთი, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ქარბობალები ტრიალებს. იცით, არის განსაცდელები, რა თქმა უნდა, ჩვენი ბრალეულობით დაშვებული და არის განსაცდელები, რომელიც უნდა გავიაროთ უბრალოდ იმიტომ, რომ პირველი თესალონიკეთა 4:3 ამბობს, რომ ღმერთის ნებაო თქვენი გაწმენდა. და განსაცდელი როცა ეშვება ქრისტიანის ცხოვრებაში, ამ განსაცდელებში ჩვენ ვიწურთვებით და ვიწმინდებით, ანუ ის ძველი ბუნების ნაშთები, როგორ ვთქვა, პტოვებს და მიდიან ნელ-ნელა ჩვენი ცხოვრებიდან. რომაელთა მე-6 თავი მინდა წავიკითხო. პირველივე მუხლიდან. რაღა ვთქვათო, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ რომელიც მოვუკვდით ცოდვას, როგორ გავიცხოვროთ მასში? ნუ თუ არ იცით, რომ ყველანი ვინც მოვინათლეთ, ქრისტე იესოში მის სიკვდილში მოვინათლეთ. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლობით, რათა როგორც მამის დიდებით მკვდრთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთო სიცოცხლის განახლებით. ვინაიდან თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას. რამე თუ ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. ვინაიდან ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, ვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც. რამე თუ ვიცით, რომ მკვდრთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ უფლობსო მასზე. ვინაიდან ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე ჩასთვალეთო თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. როდესაც ნათლობებზე ველაპარაკებოდი თინეიჯერებს, მე ნათლობას მე ვეძახი ქვეყნიერებისთვის სიკვდილს. როცა მე ვინათლები და გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ღმერთო მე შენს ოჯახს ვერთდები, მე მთლიანად წვეთ თელ კავშირს ქვეყნიერებასთან. ანუ ვაუქმებ იმ ყველაფერს ძველს და როგორც მეორე კორინთე და 5:17 ამბობს, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა, ძველმა განვლო და ყველაფერი ახალია. ამიტომ ძველს კვლავ დაუდებთო, იქ ებრაელთა 6 თავში ჩვენ წავიკითხეთ, რომ კვლავ ჩაუყრით ამ საფუძვლებს, რომ ისევ ცოდვები გამოვლინდეს ჩვენგან. არამედ პირიქით უნდა ცხოვრობდეთ სიტყვაში. იცით, ერთხელ მოვისმინე, რომ მე ცოდვას ვებრძვიო. გამიკვირდა ძალიან, იმიტომ რომ ცოდვასთან ბრძოლაში ბევრი მინახავს დამარცხებული. ზოგს მოსაწევი ვერ გადააგდო, ზოგმა დალევა ვერ გადააგდო, ზოგმა, ანუ არის რაღაცა ცხოვრებაში, რაც გერევა და ვერ, მაგრამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია, ღმერთთან შეხვედრა შეუძლია ყველაფერი იმისგან გაგათავისუფლო. თუ ღმერთს შეხვდები და ის ცოცხალი ურთიერთობა და ზიარება გექნება, აუცილებლად მოგცემს ღმერთის საშუალებას, რომ გადაგაგდებინოს ის რაღაცა, რაც შენთვის დღეს, როგორ ვთქვა, ღმერთთან ეკალი არის რა, ღმერთთან მისასვლელ გზებზე ეკელათ არის დადებული. ამიტომ
თავარი არის რომ ღმერთის სიტყვაში ვიცხოვროთ. ღმერთის სიტყვა უნდა გახდეს ჩვენთვის ავტორიტეტი, თუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრება გაიწმინდოს და მართლა წავიდეს ის ყველაფერი არასწორი, რაც ღმერთს არ მოსწონს ჩვენგან. მაგრამ სიტყვის გარეშე უბრალოდ ცოდვას ვერ ბრძვი და მე ვზივარ ლოცულობ მარხულ, რა თქმა უნდა, ლოცვა და მარხვა თავის შედეგს იძლევა, მაგრამ აუცილებელია სიტყვიდან გამომდინარე, ანუ ღმერთის სიტყვა უნდა იყოს საფუძველი, რომ იმიტომ რომ მისი სიტყვა წმენს ჩვენ აზროვნებას ცვლის, ჩვენს გონებას ანახლებს და როცა მის სიტყვას ვემორჩილებით, ჩვენ გაწმენდილები მე გამოსადეგარი ჭურჭლები ხდებით უფლის ხელში. იმიტომ რომ უწმინდური ჭურჭლები უფლის ხელში, იცით, სანიმუშო თუ არ იყავი, ვერ გამოდგები უფლის. თუ არ ახარ ნიმუში, ჩამოდი დაბლა და იმსახურე უფალს ემსახურე. აი, მე ჩემ თავსაც ვეუბნები ხოლმე, თუ ვერ იქნები ნიმუში და თუ ვერ მიყვები უფალს ისე როგორც საჭიროა, ჩამოდი და ჯერ დაბლიდან დაიწყე რაღაცეები და ნელ-ნელა მიყევი უფალს და აუცილებლად მოგცემს ღმერთის საშუალებას, რომ განვითარდე. აუცილებელი არ არის სიტყვა იქადაგო არა, აუცილებელი არ არის რაღაცა ყველა მსახურება მნიშვნელოვანია ღმერთისთვის. მაგრამ თავარია რომ იმ ყველა მსახურებაში ნიმუში იდგეს. არ არის აუცილებელი კათედრასთან იდგეს ნიმუში. ნიმუში შეიძლება გარეთ ხვეტავდეს ეზოს და ალაგებდეს, იმიტომ რომ ღმერთის დიდებაზე მეტყველებს, როცა შემოდიხარ და სისუფთავე გელაპარაკება, კორინთელთა წერილი ამბობს 14:33, რომ ღმერთი წესრიგის ღმერთია, როგორც წმინდათა ეკლესიებში. და როცა შემოდიხარ გალობამდე წინ, აი სისუფთავე ადიდებს. ის ხალხი ადიდებს, ვინც მოდის და ემზადება. გალატელთა 2:20 ამბობს, რომ მე აღარ ვცოცხლობო ჩემთვის. იცით, როდესაც ქვეყნიერებისთვის კვდები, აუცილებლად ვიღაცამ უნდა დაიკავოს შენი პიროვნება. და მე როცა მოვკვდი ქვეყნიერებისთვის, მე გავცოცხლდი ღმერთისთვის. და მე აღარ ვცოცხლობო ჩემთვის, არამედ ქრისტე ცოცხლობსო ჩემში. და თუ ქრისტე ცოცხლობს, მისი ბუნების ზიარი გავხდები ერთ დღეს აუცილებლად. მისი ბუნების ანარეკლი ვიქნები და მისი ბუნება გამოასხივებს ჩემგან და არა ისე სოდვილი ბუნება და ბევრს ვთქვია რომ ადრინდელი თორნიკე რო ვიცით და დღევანდელი თორნიკე სადა დედამიწასავით განსხვავებულია. რატომ? იმიტომ რომ როდესაც უფალთან ზიარება შეუძლია ეს ყველაფერი. ანუ უფალთან თანაცხოვრება შეუძლია რომ გაწმინდოს შენი ხედვებიც, აზრებიც, ქმედებებიც და ისეთი იქნები როგორც მას სურს. იყავითო წმინდა, რამე თუ მე ვარ წმინდა უფალი ამბობს. და უნდა განვიწმინდოთ გულები და იაკობის 4:8 ამბობს, შვიდე მუხლიდან წავიკითხავ. ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგანო. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდება თქვენ. დაიბანეთ ხელები ცოდვინო, განიწმინდეთ გულები ორგულნო. დადარდიანდით, იგლოვეთ და იტირეთ, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარულკი წუხარებათო. დამდაბლით უბლის წინაშე და იგი აღამაღლებთ თქვენო. უნდა დავიბანოთ ხელები და განვიწმინდოთ გულები. როცა უფალს ვემსახურებით, აქ უფალი წმინდაა და ჩვენც უნდა ვიყოთ წმინდები. ანუ არა ანგელოზები, არამედ გამოყოფილი ჭურჭლები, ვინც მიყვება უფალს და ცდილობს, რომ ყოველ დღითი დღე უფრო ახლდებოდეს ის პიროვნება და თუ ადრე მე ჩემი ხელებით ვანგრევდი, დღეს მინდა რომ სიკეთე ვაკეთო და ღმერთმა ეს ცვლილება მოიტანა არა მარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, ვინც უფალს შეხვდა, მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება 100%-ით და განსხვავებულია. იმიტომ რომ შეუძლებელია უფალთან მოვიდეს ადამიანი და ისევ იგივე დარჩეს. ხოლო იესო ქრისტე არის გუშინ დღეს და სამუდამოდ იგივე, მაგრამ ჩვენ ცვალებადები უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა ერთ პიროვნებაზე ამბობენ, გუშინ დღეს და სამუდამოდ იგივეო. ეს არანორმალურია, როცა პიროვნება გუშინ დღეს და სამუდამოდ იგივე რჩება, იმიტომ რომ გუშინდელი ხასიათებით დღეს აღარ ვარ და უნდა ვახლდებოდე ჩემი ხასიათებით, ჩემი ქმედებებით და უფლის, როგორ ვთქვა, ზიარი უნდა ვიყო და მისი ბუნების მატარებელი უნდა ვიყო ყოველ დღე. ღმერთის მიზანი იყო რომ ადამიანი შეექმნა თავისი მსგავსი. ეს არის დაბადების პირველი თავი 26 მუხლი. და თქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და ეპატრონოსოს ზღვაში თევს, ცაში ფრინველს, პირუტყს, თელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრისო. და 27 მუხლი ამბობს და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისიო, დედაკაცად და მამაკაცად. ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე, იმიტომ რომ 26 მუხლი ამბობს, რომ მოდი შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და 27 მუხლი ამბობს, მხოლოდ რომ ის შეიქმნა ხატად. ანუ
მსგავსება უნდა მოსულიყო ადამიანის იმ განვლილ პერიოდში, რასაც იცხოვრებდა უფალთან. ანუ უფალთან თანაცხოვრებაში მისი, ადამიანში თავისი ბუნება კი არ ბოდიშით კათედრასთან არ ხარ, კი არ ჩატენა ძალით ღმერთმა. უნდოდა რომ მასთან მოზიარეობაში ის ბუნება თვითონ ადამიანს შეეძინა. და როცა კითხულობთ რომ ადამიანი შექმნა თავის ხატად, მსგავსებამ ვეღარ მოასწრო რომ მოსულიყო ადამიანში. და ჩვენ ვიცით რომ დავეცით და მთელი კაცობრიობა ცოდვილი ბუნების ქვეშ მოგვაქცია ადამიანის დაუმორჩილებლობა. და დღეს უფალს რაც ეს ამოვნება, ეს არის რომ მისი ბუნების ზიარნი გავხდეთ. მის ბუნებას ვეზიაროთ. გამოვეყავი ქვეყნიერებას გასაგებია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა ავიესო. და ეს რაღაც არის ღმერთის ბუნება, რომელიც ასხივებს ჩვენს ცხოვრებას. და თუ ვიყავი ადრე ესეთი, უნდა ვიყო ხვალ უკეთესი. გუშინდელზე უნდა უკეთესი უნდა იყო და არა სხვაზე უკეთესი. ესეთი გამონათქვამი არის და კი, გუშინდელზე უკეთესი უნდა ვიყოთ აუცილებლად და არა სხვაზე უკეთესები. და ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, როგორც მოციქული პავლე ამბობს, აქ სულიერ სიკვდილზე ამბობს მოციქული პავლე, 1 კორინთელთა 15 თავში, ვიმოწმებთ თქვენი ქებით ზმანო, რომელიც ჩვენ უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველ დღე ვკვდებიო. კვდები ჩემი ხასიათებისთვის, ჩემი ბუნებისთვის, ჩემი მეობისთვის, ჩემი, ქვეყნიური გამოხტომებისთვის. 2 კორინთელთა 4 თავში 11-12 მუხლი ამბობს, რომ მუდამ ვეძლევითო ჩვენი სხეულებით სიკვდილს, რათა უფლის სიცოცხლე გამოჩნდეს ჩვენს მომაკვდავ სხეულში. ყოველ დღე უნდა ცდილობდეს ქრისტიანი, რომ ემსგავსებოდეს უფალს. იმიტომ რომ 1 პეტრეს 2:21 ამბობს, რომ ქრისტეც ხომ ეტანჯაო თქვენთვის და მაგალითი დაგიტოვოთ, რომ მის კვალს გაყვეთ. ამიტომ ჩვენი თავარი მიზანი არის, რომ გავაკეთოთ არჩევანი და უფალს შეუერთდეთ. და ვიცოდეთ ერთი რაღაცა, რომ თუ ქვეყნიერებასთან მინდა გარიგება დავდო, იცი, არის ქვეშეუცნობელი გარიგებაც დადება. არ შემეხო ეშმაკო და არ შეგეხები მე. არის ესეთი მსახურებაც. როდესაც შენ აღარ ახარ ესეთი ცხელი ქრისტიანი, ეშმაკის საქმეებს არ ანგრევ, აღარ ლოცულობ, თითქოს ეშმაკიც აღარ გეხება, აღარაფერი ხდება შენს ცხოვრებაში ისეთი, არც ქარბობალა მოდის, არც რაღაცა დაცემა, არც სირთულე და თითქოს ვერავინ ვერ ხვდება ამას, მაგრამ შენ იცი რომ გარიგებაში ხარ ეშმაკთან. იმიტომ რომ არ ეხები და არ გეხება. მაგრამ თუ დაიწყებ უფლის სახელით და ჩვენ ლოცვები გვაქვს ხოლმე 4 შაბათობით ყოველი თვის ბოლოს და როცა იქ ლოცვები მიდის და როცა ვლოცულობთ რომ იესო ქრისტეს სახელით დაიმსხვრეს ყველა სატანის საქმე და მისი გამოვლინება და იცით ის უქმად არ იჯდება. ის აუცილებლად ესე თქვა საწინააღმდეგო დარტყმას აუცილებლად მოიტანს. მაგრამ რო ვიცით მისი დარტყმა ხშირად ქვეშეუცნობად მივდივართ გარიგებაზე. აღარ ვლოცულობთ ის მიმართ, აღარც არის შემოტევა. მაგრამ როცა კი დავიწყებთ უფლის მხარეს ბრძოლას და ეშმაკის საქმეების დანგრევას, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად მოვა დიდი თავდასხმები და აუცილებლად იქნება. შეიძლება დაცემებიც მოვიდეს ამის გამო და ეშმაკმა ბევრი სირთულე და საცდური დაგვიდოს წინ, რომ რაღაცნაირად შეგვაჩეროს, რაღაცნაირად გადაგვიყვანოს იმ გზიდან, რომელზეც უფალმა დაგვაყენა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ სიწმინდეში და ვეცადოთ, რომ ეს სიწმინდე შევინახოთ ჩვენს ჭურჭლებში. ეს სიწმინდე შესანახია. ეს არ არის უფასური რამ, ამას ჭირდება, ამას დიდი ფასებია გადასახდელი, რომ ეს სიწმინდე შენახული იყოს. და ყოველ დღე ჩვენ დიდ ფასებს ვიხდით ამისთვის, რომ აუცილებლად ვიცხოვროთ იმ სიწმინდეში, რასაც უფალი გვეუბნება. ებრაელთა 12:14 ამბობს, რომ იქონიეთო ერთმანეთს შორის მშვიდობა და სიწმინდე. ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმინდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალსო. და მე წერია, რომ გაფრთხილით, რომ რომელიმე თქვენგას არ მოაკლდეს ღმერთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა წარმოქმნისას ზიანი არ მოიტანოს და მით ბევრი არ შეიბილწოს.
ანუ სიწმინდე არის საჭირო რომ ჩვენ უფალი ვიხილოთ. უფლის ხილვა რა თქმა უნდა არა ჩვენი თვალებით, ხორციელი თვალებით, არამედ სულიერი თვალებით და უნდა ვეცადოთ რომ ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ გავწყვიტოთ კავშირი ქვეყნიერებასთან, ყველა იმ გამოვლინებასთან, რაც ღმერთს არ ადიდებს და გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ და მკაფიოდ უთხრათ ეშმაკს, რომ მე ღმერთისა ვარ, მე ქრისტესი ვარ. იცით იესო ნავის ძეს 24 თავზე ფიქრობდი დღეს დილით. როდესაც იესო ნავი გამოიყვანა უხუცესები ისრაელის და შეკრიბა, მთელი რჯული გაუმეორა თუ რა გააკეთა უფალმა ისრაელიანებისთვის, როგორ გამოატარა ყველა ის გზა, რომელიც გამოიარეს მათ და მე-14 მუხლიდან წავიკითხავ. მაშო გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად. განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში და ემსახურეთ მხოლოდ უფალს. და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ. ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ. მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით. იცი უნდა გააკეთო არჩევანი. ხშირად დგება ეკლესიაში არჩევანი. მე და ჩემი სახლი უფალს უნდა მოვემსახუროთ. მე გადავწყვიტე რომ ქვეყნიერებასთან გავწყვიტო კავშირი მთლიანად, მივატოვო ძველი ცხოვრება, როგორც ეფესელთა 4:22 ამბობს, რომ მივატოვოთ ძველი ცხოვრება და განვახდეთ თქვენი გონებით სულშიო და შეიმოსეთო ახალ კაცად. და კოლოსელთა 3:3 თავი ამბობს, რომ გაიძრეთო ძველი კაცი თავის საქმეებით თურთ და შეიმოსეთ ახლითო. ყველაზე მთავარი რაც შეიძლება შევიძინოთ და ყოველკვირეულად ჩვენ ეკლესიაში სიარულით თუნდაც და მსახურებით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ მდიდრდებით სულში. ყრიფავთ იმ მარგალიტებს, რასაც ჩვენი პასტორები ხადაგებენ და იმ ხედვაში მიგვიძღვებიან და ჩვენს დღითი დღე გარდავისახებით, როგორც მეორე კორინთელთა 3:18 მუხლი ამბობს, ჩვენს გარდავისახებით მისი დიდების მსგავსად. მეორე კორინთელთა 3:18 მუხლი. ჩვენ კი ყველანი ახტილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში და გარდავისახებით იმავე სახეთ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. დღითი დღე უნდა ვემსგავსებოდეთ ჩვენს უფალს. დღითი დღე უნდა ვცდილობდეთ, რომ შევიმოსოთ იმ სულიერი შესამოსელით და არ დავჭეთ შიშვლები. როცა უფალთან წარდგომის დღე იქნება, ჩვენ უნდა ვიყოთ შემოსილები. შიშვლები არ უნდა წავდგეთ უფალთან. ჩვენ უნდა გქონდეს ბევრი საქმეები. ჩვენ რა თქმა უნდა არაფერი არ გავყვება აქედან, როცა დავბრუნდებით სახლში, მაგრამ გავყვება ერთი რაღაცა. ჩვენი საქმეები, რომელსაც ვაკეთებდით ჩვენი სიცოცხლის დღეებში. ამიტომ ვემსახუროთ უფალს და როგორც გამოსვლის 23 თავი ამბობს, ის გიკურთხებსო პურსა და წყალს და არ გავაჭაჭანებ თქვენ შორის ავადმყოფობას. მოდი ვემსახუროთ უფალს, ვემსახუროთ მთელი გულით, ვემსახუროთ არა როგორც ჩვენ გვინდა, არამედ ისე როგორც წერილი ამბობს და ისე როგორც ღმერთის სიტყვა ამბობს და მე მჯერა რომ აუცილებლად დიდი სიკეთე გვეწევა ჩვენს თავზე. მე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მინდა რომ გაკურთხოთ ჩემი უფლის იესო ქრისტეს სახელით და მინდა რომ ეს სიტყვა რომელიც ვილაპარაკე დღეს ეს სიტყვა არ არის ჩემი. ეს არის უფლის სიტყვა და ყველა ჩვენთაგანისთვის არის მოწოდება რომ გავაკეთოთ კაფეო არჩევანი და გავაკეთოთ ზეცის წინაშე გახმოვანება რომ ჩვენ უფალო შენ გეკუთვნით. ჩვენ შენი ქნილებები ვართ და არა მარტო ქნილებები, ჩვენ იესო ქრისტეს რწმენით მისი შვილება მივიღეთ და ჩვენ მისი შვილები ვართ.